9 წლის. ვსწავლობ აგარის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, მუსიკა, ცეკვა და ფეხბურთი. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბურთი. ფეხბურთზე ჯერ არ დავდივარ, მაგრამ სულ ვთამაშობ მეგობრებთან ერთად. მე ვარ ძალიან მაგარი მეკარე. ყველაზე კარგად გამომდის პენდლების აღება. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია გიორგი მამარდაშვილი. საყვარელი გუნდი არის ბარსა. ზოგჯერ თამაშობ შეტევაში და მიყვარს გოლების გატანა. ერთხელ ერთ თამაშში გავიტანე 27 გოლი. ჩემს კარიერაში სულ გატანილი მაქვს 100 გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ერთხელ ჯარიმას ვურტყამდი და ტიკე კარებში ვუყურებდი ცხრიანის მხარეს და მეკარს მოვატყვე, მარცხნივ ვიყურებოდი და მარჯვნივ დავარტყი. ისეთი ჩახვეული დავარტყი, რომ მეკარეს ხელებში გაუძვრა. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა მატაობა. გამოსასწორებელი მაქვს პენდლების შესრულება. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით თამაშობდი 76 ნომრით. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი ვისწავლე. ადრე ვსწავლობდი სალიბაურის სკოლაში და იქ მასწავლა ჩემმა ხელოვნების მასწავლებელმა. მე ვიცი ლომის და ხატვა, ბუს და ხატვა, ძაღლის და ხატვა, რომელსაც პირში ძვალი უჭირავს და კურდღლის დახატვა. ერთხელ დავღატე მაუგლი და მშვენიერი ნახატი გამომივიდა. მე მინდა ვიყო ნარუტო. ძალიან მიყვარს ეს ანიმე. ჩემი საყვარელი ფილმია ჰარი პოტერი. სიამოვნებით ვითამაშებდი ამ ფილმში მთავარ როლს. ჩემი საყვარელი ფერია მწვანე და არ მიყვარს ვარდისფერი. იმიტომ რომ გოგოსფერია და ვარდისფერით ხატვა მე არ მეგადრება. ჩემს ნახატებს ვაგროვებ და ეხლა მაქვს 4 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, რომ პერსონალური გამოფენა მოვაწყო. ეს გამოფენა მინდა მოვაწყო ჩემს სკოლაში. ნახატების გაყიდვა იმიტომ არ მინდა, რომ ფული ისედაც მაქვს. ჩემი პირადი ბანკირი არის ბაბუაჯი. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბევრი ფული მქონია 1000 ლარი. ერთხელ ვიყიდე ყულავა და ბოლომდე ავავს. ყველა გულშევამატკივრობდა და მიყრიდა ფულს. ბებია ჩემთან მივდედით და იქ წავიღე ერთხელ და იქ დავტოვე და როდესაც გაივსო, ჩავედი და ამოვიდა. რომ გავხსენე ყულავა, ფული იმდენი იყო, რომ თავისით იყრებოდა. მე ფული როცა მაქვს, ვხარჯავ ჩიფსებში. ჩემი საყვარელი საჭმელია მწვადი. დედიკო ყველაზე კარგად აკეთებს ხინკალს. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი გააკეთებს ყველაზე კარგად ხაჭაპურს. მე ვარ კარგი ბიჭი და მყავს ლამაზი შეყვარებული. ჩემი აზრით, ცოლს რომ მოვიყვან, ვიგნები 32 წლის. შვილებს დავარქმევ ლუკას და ანას. ჩემს ცოლს დავარქმევ მარის. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებლები მყავს და კარგი კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია გიორგი ქათამაძე. ყველაზე ჭკვიანი არის ალექსი ებრალიძე. ყველაზე მშვიდი არის დათუნა ბუსკივაძე. ყველაზე ბედნიერი არის ანდრია ცეცხლაძე. მე ვარ ყველაზე კეთილი, მეგობრული, ცელქი და სიმპათიური. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია ნელი ოქროპირიძე, იმიტომ რომ გაკვეთილზე არ გვიყვირის ბავშვებს. ლამაზია, კეთილია და მზრუნველი. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ფეხბურთელი. ბავშვობაში მინდა და გამოვსულიყავი პოლიციელი. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლავ ბალანჩივაძის მუსიკალურ სკოლაში. ვარ მეორე კლასში და ვუკრავ პიანინოზე. ადრე რომ მეგონა ისე ადვილი არ ყოფილა პიანინოზე დაკვრა. ყველაზე მეტად მიჭირს ჩქარა დაკვრა. ყველაზე ადვილია 2 თითით დაკვრა. პიანინოს გარდა კიდევ მინდა ვუკრავდე ფანდურზე. ჩემი საყვარელი სიმღერა არის ვერმელკო. ეს არის ბრაზილიური სიმღერა. Hoje é papo de sumiço, oh, na zona leste tá propício, oh, saco extrator tem giro, morena do cabelo liso, na querendo sentar, na carrupe e basca, na lavasca, babal malika, niyo puto nuaga, nichiko, mak na wono bego, mak metal. სახში ცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ჩემი და. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 5 წლის და ქვია ქეთი. ის არის ნერვების მომშლელი, ლამაზი, კეთილი, ხალისიანი და მზრუნველი. ჩემი აზრით, ქეთი რო გაიზრდება, გამოვა ექიმი.
მამიკო არის კეთილი, მზრუნველი, უშიშარი, შრომელი და ჩემსავე სიმპათიური. დედიკო არის ლამაზი, განათლებული, კეთილი, მზრუნველი, შრომის მოყვარე. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელ სოფლიოში. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ადამიანები გახსნებოდნენ მკვდავები. სამოგზაუროდ და დიდი სიამოვნებით წავიდოდი ბრაზილიაში. მე ძალიან მიყვარს ცეკვა და 5 წელია ვცეკვაო ბაქოში. ჩემი საყვარელი ცეკვა არის ქალვაშთა. საყვარელი ილეთი არის ეს. ჩემს ქორწილში ჩავიწმევ შავ ჩუხას და აუცილებლად ვიცეკვებ. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარი არის კვადრო. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს სწრაფი სირბილის ძალა. ბედნიერება არის პენელის აღება, კვადროს ჩუქება და მამაზე ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.